მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს განვიხილოთ ჩვენ ასეთი თემა. არის თუ არა ეს პარტნიორი, ეს გოგოების, რა თქმა უნდა, უფრო უმრავლესობა გოგოები მიყურებს, ეს პარტნიორი, ეს მამაკაცი თქვენი. რაღაც ამბოლო დროს მოდის სულ ესეთი სიტუაციები კონსულტაციაზე, რომ აი იმედგაცრუება და ან ახალი გაცნობილი სხვათა შორის ზოგს ყავს უკვე და აინტერესებთ, რომ აი ნამდვილად არის თუ არა ეს მამაკაცი ჩემი, ან შეიძლება ურთიერთობა გრძელდება და მაინც რაღაც მომენტები ხდება და ეს კითხვა იბადება. ნუ ვკითხოთ ჩვენც, ხო? გამოვიყვანოთ ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნები, ხო და ნახოთ აბა რას გვეტყვიან. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა მე მინდა რომ ნახოთ ჩვენ ახლა რა ხდება თქვენ შორის, რომ იცოდეთ რომ ეს არის თქვენი ურთიერთობა და მე უკვე კითხვებს დავუსვენთ ყველანაირად, ვკითხოთ. ახლა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. და დღეს აუცილებლად გამოვიყენებ მანარას ძალიან ვიცი რომ ბევრს უყვართ და ეს მართლა ურთიერთობისთვის არის არაჩვეულებრივი დასტა. აი თუნდაც ფსიქოლოგი იყო და უშუალოდ რომ უცბად თუ გინდა რომ გაიგო თქვათ რა ხდება, აი ძალიან სასწაული ინსტრუმენტია და ძალიან ბევრი მთხოვს კიდე რომ ეხლა ჩვენ უკვე მეორე ნაკადს ვუშვებ და მე მგონი მალე კიდე აუცილებლად თქვენ თხოვნას შევასრულებ და ახალი ნაკადი იქნება მანარას. ამიტომ თუ გაინტერესებთ უკვე შეგიძლიათ ჩემ დახმარ ჯგუფში მიწეროთ რომ მინდა მანარას სწავლა და აგიხსნიან პირობებსაც და ნუ პრინციპში უბრალოდ ვიმზადებით, ხო? ოხ. так, ჩემო სიხარულებო, აქ არის ესე იგი რამდენი ვარიანტი. ეგრევე გამოვიდა თასების მეფე, ეგრევე. ანუ მნიშვნელოვანი თქვენი პიროვნება, მე ეგრევე შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცასთან შეიძლება იყოს როგორი თემა. даже ახლა რაღაც ბევრი სიგნიფიკაცია მოდის. შეიძლება ადამიანი არის მანძილზე. შეიძლება ადამიანი სხვაგან ცხოვრობს და თქვენ გაქვთ მიმოწერა. კიდე შეიძლება ესეთი ადამიანი არის, ეხლა რომ ეგრევე აქცენტი წავიდა, მე ხა თქვენ შორის რა ხდება, მაგრამ აი ეთყობა ეს პიროვნება ძალიან ეხლა რაღაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რა და უფრო მაგაზე მიდის აქცენტი რა. ამას აქ ეხლა თვითონ ეს ადამიანი ეხლა даже არ გამიკვირდება თუ გადადეს ეგაც რაღაცა სხვა ეტაპზე. შეიძლება სადღაც გადავიდა. სადღაც მიდის. კიდე მაპატიეთ, მაგრამ ერთი რაღაც უცბად მომივიდა. თემა უნდა გითხრათ, რომ იმათთვის, ვისაც გინდათ ჩემთან კონსულტაცია, ძალიან გთხოვთ, რომ ის მომენტი გაითვალისწინეთ, რომ მე არა ვარ სონია მკითხავი, მე არა ვარ ნათელი მხილველი, მე არა ვარ ვანგა, მე ვარ ტარო ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვა ადამიანებს, რომ გაარჩიონ სიტუაცია, გავიგოთ, რისთვის, რატომ, რა გავაკეთო და ასე შემდეგ. მე აუცილებლად ვიყენებ ყველა ჩემ ინსტრუმენტს, ანუ ბედის მატრიცას და ტაროს. ანუ ეს არის ჩემთვის, ნუ რა თქმა უნდა, ჩემ უდიდეს ცოდნას და ჩემ გამოცდილებას. იმიტომ რომ როცა მე მწერს ვიღაცა რომ აი არ მინდაო რაღაცა მეცნიერების გარეშე თუ ჯერ მითხარით რაღაცა ჩემი წარსული და მე თქვენთან თანამშრომლებს, ეს არის სისულელე, ნუ ეს მამაკაცისგან იყო, ახლა გოგოები კი იციან, მაგრამ უბრალოდ აი ეს იყო ჩემთვის ძალიან უცნაურობა, რომ ჩვენ ადამიანი ჩემთან თუ მოდის იმისთვის, რომ მე შემამოწმოს და ჩემი ცოდნა გაიგოს, ხო? აქეთ უყურეთ და მომოწმეთ რამდენიც გინდათ. თუ საჯარო გაშლები რეზონირდება ადამიანებს, ნუ პირადზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი, ჯერ ეს ერთი და მეორე და ამჭირდება. მე შემოწმებები რა. ნამდვილად მე დარწმუნებული ვარ ჩემს ცოდნაში და ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. თუ თქვენ უბრალოდ გინდათ მკითხაობები არიან ახლა და შეგიძლიათ იმკითხავთ. თუ გინდა თქვენ ღრმა გარჩევა თქვენი სიტუაციის და გაგება იმისი ნამდვილად რა ხდება ჩემს ურთიერთობაში, ჩემში რა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ეს არის ყველა ნებისმიერი თემა ტრიალებს ჩვენს გარშემო, ანუ ჩემზე არის ყველაფერი. ხო? და მე აქედან მე მაქვს ურთიერთობა, მე მაქვს პირადი თქვათ ცხოვრება, მე მაქვს კარიერა, მე მაქვს ფული, ანუ ყველაფერი თქვენ რა როგორ განწყობა გაქვთ
თქვენ თვითონ შინაგანი, რა გაკვეთილებით მოვიდა თქვენი სული, ისეთი სიტუაციებიც მოდის, ისეთი გამოცდილებიც მოდის, ისეთი პარტნიორებიც მოდიან, ისეთი ну ყველაფერი აბსოლუტურად ხდება თქვენთვის, მაგრამ ეს უნდა გავიგოთ, ანუ დღევანდელი სიტუაცია, რომელიც თქვათ ახლა თქვენთან მუშაობს, რისთვის არის თქვენთვის, რა უნდა გაიგოთ, ისწავლოთ, გამოასწოროთ და მერე გააგრძელოთ თქვენი გზა ბედნიერად რა. თუ ამისი გაგება გინდათ, კი მობრძანდეთ. თუ მარტო მკითხაობა გინდათ და სიღრმესეულად არ გჭირდებათ კითხავების მეტი რა არის? ჩემო ლამაზებო, მე არავის შეურაცხყოფას არ ავაყენებ, მე უბრალოდ გეუბნებით, რომ ანუ მე როგორ მუშაობ და ჩემი ამოცანა არის იმაში, რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ. მაქსიმალურად გავარჩიოთ ყველა დონეზე, გინდა სულის, გინდა მიწიერ დონეზე, რომ თქვენ გქონდეთ უკვე დალაგებული, ანუ ეს მიზეზია, ეს უნდა გავაკეთო, რომ გამოვასწორო და აი ასე მინდა რომ თქვათ, უნდა ვიყო მე იმისთვის, რომ ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში დალაგოს. всё. თუ შენ ახლა გინდა რაღაცა ისეთები, ну, მისამართი გითხარით. всё. ანუ ესე იგი ნახეთ რა ხდება თქვენ შორის ახლა კი არის შეიძლება არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცა ადამიანი თქვენთან ეს დაუშვათ ახლა ნუ ახალიც იყოს არ გამოვრიცხავ იმიტომ რომ შეიძლება თქვათ ახლა მიმოწერა გაქვთ თქვენ დაუშვათ ხო ან ადამიანი გამოჩნდა შეიძლება დაბრუნდა ვიღაცა ადამიანი მაგრამ ნუ აქ რაღაც ესეთი მომენტი არის კი კიდე ნახეთ რა ხდება აქ თქვენ შორის შეიძლება იყოს ვინმესთვის პარტნიორი ცოტა არ არის ჩამოყალიბებული ბოლომდე. ანუ ისეთ პერიოდში არის, რომ თავის გზას ეძებს, გაიგეთ რა ხდება და ანუ შეიძლება არის როგორი მომენტი ახლა, ну, რატომღაც არის მანძილი კი უფრო შემიძლია ვთქვა, მაგრამ არა მხოლოდ მანძილი. აქ თითქოს ადამიანი თვითონ შეიძლება იყოს არჩევანის წინ ან უკვე გააკეთა არჩევანი, სად მიდის ეს ადამიანი რა. თქვენ შორის ეხლა მიდის ცვლილება, არ არის აქ ცუდი ურთიერთობა, არ არის. აქ ნამდვილად გეუბნებით, უბრალოდ აქცენტი გაგვაჩვენეს ჩვენ ბიჭზე უფრო პარტნიორზე. იმიტომ რომ როგორც ენერგია კი ეს ადამიანი გაძლევთ თქვენ ამ ენერგიას, აქ ნამდვილად არ არის ის, აქ არც ბლოკები არ არის. აქ არ არის ის მომენტი, რომ თქვა არა გაქვთ მიმოწერა სიტყვაზე. აი არ არის ეგა. გაიგეთ ეგეთი რაღაცები. არის რომ თქვა შეიძლება თქვენი პარტნიორი ხა თავის ძიებაში არის კი არ გამოვრიცხავ მაგრამ ის მომენტი რომ თქვენ აი იმ უშუალოდ თქვენთან არის რაღაცა ცვლილებები მაგრამ არ არის ცუდი ცვლილებები გამიგეთ აქ არის უბრალოდ მომენტი როცა აი თვითონ აი მაღალი ძალები ახლა კი მაქვს მაგისი კითხვაც და თითქოს რაღაცას ცვლიან, მაგრამ ეს მზის არკანი არის ამ შემთხვევაში ბედნიერება მოაქვს თქვენთან. გაიგეთ? ანუ რაღაცა სხვა დონეზე გადადიხართ თქვენ ამ ურთიერთობაში. ნახოთ, всё. სიგნიფიკაცია თუ დაიჭირეთ თქვენი. ეხლა ნახოთ უკვე მანარას ვკითხოთ ჩვენ გრძნობი არ დასდას, ხო? ნახოთ რას გვეტყვის ჩვენ. ანუ ვკითხოთ თქვენ თვითონ აი ვინც უყურებს ახლა თქვენ როგორ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში. თქვენი პარტნიორი როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში. როგორ ზრუნველობას, როგორ გააჩენს ზრუნველობას ეს თქვენი პარტნიორი თქვენზე. არ ვიცი ეს კითხვა მოვიდა. კიდე რას გრძნობს თქვენს მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ვკითხეთ როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში, ეხლა თქვენს მიმართ რას გრძნობს. და ვკითხოთ ეხლა ნამდვილად არის თუ არა ეს მამაკაცი, ეს ადამიანი, რომელიც თქვენ გჭირდებათ მაღალი ძალების თვალსაზრისით, ანუ რატომ შემოვიდა ხო, რატომ შემოაგდეს თქვენ ცხოვრებაში, ნამდვილად რა არის ხო, არის რამდენად ის არის თუ არა და რისთვის რატომ არის ეს ადამიანი ეხლა თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გვჭირდება მოცემულ მომენტში რაღაცისთვის.
ეს ყოველთვის ასეა და რო იძახენ რომ მე მინდა სათანადო პარტნიორი ყავს ახლა. როგორიც ხარ, რაც გაქვს თავში, ნუ ან რაც გინდა შენ, ეგეთ ან რაც გჭირდება რაღაცებისთვის. აი ეგეთ. თუ რა თქმა უნდა შენ ფიქრობ რომ მე უფრო მეტის ღირსი ვარ, ნუ ეს არის უკვე სხვა თემა, უფრო ღრმა თემა. всё. შემდეგი კითხვა მისი ქმედებები ვნახოთ. აი ნახეთ ორი კარტი მოდის, ოკეი. თქვენთვის და თქვენი ურთიერთობისთვის. всё. ეხლა, ანუ თქვენ როგორ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში? ნუ პრინციპში თქვენ როგორ გრძნობთ თავს? იცით როგორ არის? აქ ახლა ვეთყოთ, ნუ ასე უცბად შემიძლია განახოთ თქვენ. აქ ახლა ჩემი მოსწავლეებისთვის არის ეს არის წყლის მსახური. ანუ თქვენ თვითონ როგორ გრძნობთ თავს? ეხლა აქ მანარას აქ როგორი მომენტია? ეხლა ორი პერსონაჟი არის და პრინციპში აი მე გეტყვით ორივე პოზიციას, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და ამიტომ თქვენ თვითონ დაიჭირეთ თქვენი. ან მშველელი თქვენ ხართ და ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობთ რომ მაგას დაეხმაროთ, ან თქვენ გრძნობთ თავს დაცულად, იმიტომ რომ იცით თქვენ, რომ ეს ადამიანი თქვენ ყოველთვის დაგეხმარებათ, ყოველთვის დაგიდგებათ გვერდში, რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვის ეს ადამიანი მოვა, აი დაუშვოთ, თუნდაც ახლა ხართ მანძილზე სიტყვაზე, ხო? თქვენ რომ მაგას მიმართავთ და სთხოვთ, რომ აი მე მჭირდება შენი დახმარება, ეს ადამიანი თქვენს გვერდით აღმოჩნდება. ან მეორე სიტუაცია შეიძლება იყოს, რომ თქვენ თვითონ ხართ ეგეთი ადამიანი, რომელიც სულ მაგას შველით, რომელიც სულ თქვათ ახლა მაგაზე ზრუნავთ, რომელსაც გაქვთ ეს ტვირთი აკიდებული, ასე რომ ვთქვათ და თქვენ თვითონ, ანუ სულ მზად ყოფნაში ხართ, რომ თუ რამე გაგიჭირდება, მე შენს გვერდით ვარ. ნუ ესე იგი ამ შემთხვევაში აქ როგორი მომენტი არის? იცით, ცუდი პოზიცია არ არის როგორი მხრიდან. თუ შენ მის გვერდით ხარ, ქალი ხარ და ანუ ეხმარები, ქალის დახმარება სხვა რამეა. შენ თუ კაცს ახლა ფულებს უგზავნე, შენ თუ კაცს ახლა მაქსიმალურად კომფორტს უწყობ, ხო შენით. ეს პრინციპში ეს ბევრს ემართება ძალიან, მაგრამ ეს კარგიც, აი ფული არის ძალიან დაიმახსოვროთ, თქვენ თუ კაცს აძლევთ ფულს, ეს უკვე всё, ანუ ან კაცმა თუ გთხოვა თქვენ ფული მომეცი, ეს უკვე დასასრული. დასაწყისის დასასრული, თუ როგორ დასასრული დასაწყისი, ხო ხვდებით რა? იმიტომ რომ ეს არის, ანუ არ შეიძლება პირველ რიგში, იმიტომ რომ всё, ენერგია თვითონ აღარ მიდის კაცთან, კაცი უკვე, ну იქ პრობლემები დაიწყება ყველა ვარიანტში, ადრე თუ გვიან შეძულდებით მაგას რა. ეს ყოველთვის ასე და ისიც იცოდეთ, რომ კაცი არის მონადირე. კაცს უყვარს და სიამოვნებს ის, რაც თვითონ მოინადირა და რაც თვითონ შემოიტანა, გაიგეთ და არა რასაც მას მისცეს. თუ მაგას უყვარს, რასაც მას მისცეს, ერთი რამის გარდა. ის არის, იცოდეთ, უკვე, ну, ძალიან ქალურ ენერგიებში არის გადავარდნილი და აქ ცოტა ფრთხილად იყავით რა, ესეთ ადამიანთან. ან მამაკაცს შეუძლია ქალის გამოყენება, თუნდაც ფინანსურად, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქალი მას, აი, ну, ამის არაფერი არ არის და არაფერს არ წარმოადგენს რა. მაგ შემთხვევაში კი, მიდიან და ბოდიში და წველიან მაგრად რა. და გოგოებს გონიათ, რომ არ იქავ ეხმარები და დავეხმარ. არა, ქალის დახმარება არავითარ შემთხვევაში არ არის, აი, იმით, რომ აი ფული უნდა მივწ. არა. ეს არა, ეს იცოდეთ, რომ ეს არ მუშაობს. ნამდვილად იცოდეთ. არ შეგვეშალოს ჩვენ ცოლის და ქმრის ურთიერთობა. იქ ცოტა სხვა თემები არის. ცოლი და ქმარი ის ძალიან სხვა თემა. ახლა ნუ ეს მერე უკვე ნახოთ, განვიხილოთ რა. იმიტომ რომ იქ დიდი სხვაობა არის, იქ სხვა მიზეზები შეიძლება იყოს, ის უკვე სხვა რამეა. თუ თქვენ ახლა ადამიანი ან ახალი გაცნობილი, ან ხვდებით ადამიანს, ეს და მამაკაცი სულ ფულს გთხოვს, ნუ ან ეხლა მე ვიცი ძალიან ბევრი გოგოები საზღვარგარეთ არიან, ვიღაცებს გაეცნობენ ინტერნეტით და ისინი წუწუნებენ, ან ჩამოსვლენ და ან ფული არ მაქვს, ისინი ამა დედებრივი ეს ერთობად ის გრძნობები და უკვე უგზავნიან მეწოდება და მე აი ეს არის ზუსტად მე ხარ ეს მშველელი
ანუ იცოდეთ რომ ეგრე არ შეიძლება გოგოებო, რომ ნუ თქვენთვის ცუდია თორე მაგისთვის რა. ვნახოთ ახლა თვითონ როგორ გრძნობს თავს ეს თქვენი პარტნიორი ამ ურთიერთობაში. ნუ ძალიან მშვენივრად მე შემიძლია გითხრათ, აქ არის გვერცხების ცეცხლის გვერცხის ტუზი. ანუ ეს სხვათა შორის ფიქრობს, რომ აქ არის დიდი ვნება, სხვათა შორის აქ არის ის მომენტი, რომ ეს არის ჩემი ქალია ხო, ჩემი ურთიერთობა, ჩემი. აქ სხვათა შორის ძალიან დიდი სექსუალური ენერგიაც არის, რომ პლუს კიდე ნახეთ ახლა რა ხდება. აქ არის, ანუ საერთოდ მესაკუთრეები არიან მამაკაცები, ნუ უფრო ვთქვათ ახლა ძირითადად და ნამდვილად, აი ეს აქაც ეს იკითხება რა. და შეიძლება პლუს კიდე აი აქ ხო გითხარით, ახალი ენერგიები ტრიალებს ახლა თქვენთან. შეიძლება ამ წუთში უფრო თითქოს იგრძნო, აი ჩემი ქალი არის, ჩემი არის მხოლოდ და ანუ თან ძალიან კარგია გოგოებო, ახლა როცა მამაკაცში თქვენ იწვევთ სექსუალურ სურვილს, ეს ცუდი არ არის, ამაზე პირიქით თქვენ ახლა თუ დაუშვთ მამაკაცს თქვენ სექსუალურად არ აინტერესებთ, ხო? ეს არის ძალიან ცუდი. იმიტომ რომ მაგათთვის ეს სულ სხვა რამე არის, სულ სხვა ენერგია არის, გაიგეთ ახლა. აქაც არის ბევრი სხვაობები, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ აი ძირითადად პრინციპი უნდა გქონდეს აი სურვილის თუ გრძნობ დაუშვათ და კარგად როცა ეწყობეთ, ეგაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მამაკაცებისთვის სექსი სულ სხვა რამეა ვიდრე ქალისთვის, ესაც კარგად უნდა იცოდეთ და ამიტომ ეს ფუფ თავი მткиვა, ეს არა. ეს არა, ესეც ამათთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი როგორც დაღლილი ხარ და უნდა გინდა დაიძინო, ხო თქვა. ან როცა წყურია და უნდა დალიო. ან რა ვიცი, როცა ქშია და გინდა რომ მიირთვა საჭმელი. ნუ ეს არის მნიშვნელოვანი რამე. და ამას ახსნაც აქვს, რა თქმა უნდა, რატომ. და ამიტომ ამასაც ცოტა სხვანაირად შეხედეთ რა. და თუ უკვე არა აქ, ნუ რა თქმა უნდა, ახლა არის მიზეზი, იმიტომ რომ სიტყვაზე შეიძლება დაღლილია ან რამე, მაგრამ ეს სექსუალური ენერგია მაგაში კი არ გამოიხატება, რომ 15 ჯერ დღეში გაქვს სექსი. არა. ეს სულ სხვანაირად თქვენ მაგის უნდა ხვდებოდეთ რა, რომ ეს სურვილი. აი მაშინ, ნუ მამაკაცი მიდის იქ, სადაც კარგად გრძნობს თავს და სადაც აი ეს სექსუალური ენერგია იზიდავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ახლა მაგისთვის ხორბლი უნდა იყო და ოღონდაც მოვიდეთ თუ არა, აბა მიდი მოვდივარ. არა, ნუ ესეც უბრალოდ მე თქვენ ცოტა რაღაცებს გეუბნებით, ეს რა თქმა უნდა ყველა თემა არის ძალიან ღრმა. ნუ უკვე როცა კონსულტაციაზე ჩვენ ახლა საუბრობთ, რა თქმა უნდა ყველა თემაზე უფრო ღრმად ვუხსნი, იმიტომ გეუბნებით, რომ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ. ანუ ახლა ნახეთ კიდე როგორ მზრუნველობას ეს ადამიანი გამოხატავს. სხვათა შორის როგორც შეუძლია. ნუ აქ ახლა რა არის, იცით? ეს ნამდვილად თქვენ სექსუალურად ნამდვილად მზრუნველობს რა. ანუ სექსი გქონდეს რეგულარულად, ეს კი ბატონო რა. მაგაზე ახლა მზრუნველობს რა. და ანუ როგორ არის, იცით? ახლა პრინციპში ახლა ნუ არ არის ესეთი ადამიანი, რომ არ უნდოდეს ეს მზრუნველობა, მაგრამ უფრო აქ მანარაში ახლა ცეცხლის მეფე ვიცი ჩვენ რომ ცოტა ესეთი ტიპაჟი არის, რომ უფრო მეტი ლაპარაკი მაგას უყვარს, ვიდრე თქვათ რაღაცა. მაგრამ ჩვენ მზრუნველობაზე ვკითხულობთ, ხო? როგორც მზრუნველი, რაც შეუძლია კი, მაგრამ აი სექსუალურად ხო გეუბნებით, რომ აქ ესეთი მზრუნველობა, რომ რას ამბობ, ხო? ძალიან მაგარი მზრუნველობა. ვნახოთ რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, ხო? ეჭვიანობს რო იცოდეთ თქვენ. ამას აქ ეჭვიანობა, ანუ რას გრძნობს და აი აქ ძალიან ისეთი მესაკუთრეა, ჩემია, უნდა იყოს ჩემი. აქაც შემიძლია უკვე ვთქვა, ამით რომ ნამდვილად ეს ადამიანი თუ ეხლა არაკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ აქ პრინციპში ესეთი კარტი არის, რომ მე ვეტყოდი, რომ მოდით ასე ვთქვათ, რაც შეუძლია აკეთებს ეს ადამიანი და მაგრამ აი თქვენს მიმართ ეხლა რას გრძნობს, მე გეუბნებით, რომ მაგას სხვათა შორის აი შეიძლება თქვენ ვერც ამჩნევთ, მაგრამ ეს გაკონტროლებს სულ. ეს ანუ გრძნობაზე. გრძნობა. აქ ეჭვიანობს გოგოებო, ნახეთ ახლა გეტყვით გრძნობა მანახე, გრძნობა. გეტყვით ახლა აქ მთელი ისტორია მომიყვა. გრძნობა.
გრძნობა ის გეტყვით ახლა. მერთო მიშველი, ხო? ანუ ნახეთ რა ისტორიას მიყვება უბრალოდ ეს ადამიანი, აი ეს კარტი როგორ გამიხსნა. ანუ შეხედეთ, ესე იგი პირველ რიგში აქ ამ ადამიანს აქ როგორი მომენტი. თუ თქვენ ახლა მაგისტვის ხართ ძალიან ესეთი აი მიმზიდველი, ლამაზი ქალი. მაგრამ ამას აქ როგორი მომენტი, იცით რომ თუ თქვენ დაუშვათ მაგას ვინმესთან ადარებთ, ხო? ეს არ მოსწონს და ძალიან გულს ткენს რომ იცოდეთ რა. ზოგჯერ მაგას გონია რომ თქვენთვის ეს ადამიანი აი უბრალოდ ლირბი იყოს რა და ზემოდან უყურებთ, იმიტომ რომ აქეთ ყობა თქვენ ძალიან მეტი ხართ რა. მოდით შეიძლება ვთქვათ ფინანსურად შეიძლება, ნუ აქ იცით როგორი ისეთი ენერგიები არის, როცა კაც ეშინია და კარგვა ქალის. ეხლა კაცი ქალის და კარგვის ეშინია რა შემთხვევაში, როცა მე თვითონ ჩემთვის კარგია, ეგა ჩემთვის არის კარგი, ხო? და ნამდვილად ეხლა, მაგრამ აქ თქვენ ხართ ისეთი ქალი, რომელიც ეხლა კი დაგვანისმცემელიც ყავს, თქვენ ეხლა ძალიან ისეთი გოგო ხართ, რომ ნუ ჩანხართ, მოდით ასე ვთქვათ რა. სადმე როცა მიდიხარ და რაღაცა აქ ჩანს ქალი. გაიგეთ? და ამიტომ ზოგჯერ იტანჯება ეგ ამას ეშინია, ძალიან ეშინია, რომ თქვენ თქვა დაუშვოთ, ეხლა სადმე გაიპაროთ რა. პლუს კიდე რაღაც პრეტენზიები შეიძლება გქონდეთ თქვენ, შეიძლება აქ სხვაობა იყოს ძალიან ან ქვეყანა, ან ეროვნება, ან წლოვანება, განათლება, შეიძლება გქონდეთ სხვადასხვანაირი, გაიგეთ რა ხდება და პლუს კიდე აქ ვაჩვენოს რომ ძალიან შეიძლება ნუ ჭკვიანიც იყო თქვენ ისეთი რომ ნუ ან დაუშვოთ ახლა даже როგორი მომენტი არის, კაი ჭკვიანობას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ მაინც იეროფანტი ახლა მანარაში უფრო აგვაჩვენებს ყოველთვის, ნუ არ იცვლება აქ როლები რა, მაგრამ გრძნობა აქ თქვენთან, ანუ მყარი ურთიერთობის დამყარება უნდა. თან პლუს კიდე ნახეთ, აქ როგორი სიტუაცია არის, რომ კოშკი არის საერთოდ მანარაში ესეთი არკანი, რომელიც გვაჩვენებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე მინდა შენთან ვიყო. ამას სხვათა შორის თუ გაქვთ თქვენ ესეთი ურთიერთობა, რომელიც ანუ არ არის საჭირო რომ ყველა მიცოდეს, მაგას არც უნდა რომ ყველა იცოდეს, იმიტომ რომ მაგას ნუ თუ რაღაცა ესეთი სხვაობები გაქვთ, რომელიც არ გაძლევენ საშუალებას, რომ თქვენ დაუშვათ ახლა იყოთ ერთად, ხო? ნუ როგორც ცოლ-ქმარი დაუშვათ, იმიტომ რომ აქ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჩანს, ხო? და ამიტომ ახლა აქ შეიძლება იყოს ეს მომენტები, რომ თქვათ ახლა დაუშვათ, თუ თქვენ არის ესეთი მოდით ნახეთ, თუ თქვენ დაუშვათ ყავთ ოჯახი ან არა ხარ თავისუფალი, ეს ახლა ფიქრობს იმას, რომ თქვენ არასოდეს მაგას არ აირჩევთ. აი როგორც თქვათ, როგორც ქმარი. თუ დაუშვათ ეგეთი ენერგია. და ეს ძალიან ტანჯავს მაგას, რომ შეიძლება ადრე თუ გვიან ადგება და წავა. გაიგეთ რა ხდება? ნუ მოდით ასე ვთქვათ, ბევრი ახლა შეგვიძლია აქ ველაპარაკოთ, უბრალოდ ეს მინდა გითხრათ, რომ გრძნობა აქვს და პლუს კიდე ამას აქვს ძალიან დიდი შიში თქვენი დაკარგვის, იცოდეთ ეგ. იმიტომ რომ თვითონ ნამდვილად მაგას აი რო გითხრათ, რომ წასვლა უნდა ან რაღაცა, არა. უბრალოდ არის რაღაცა მომენტი, რომელიც მაგასაც თვითონ ტანჯავს სხვათა შორის, შეიძლება კიდე აქ როგორი მომენტი იყოს, რომ შეიძლება ან თქვენ ბევრ დროს ატარებთ სამსახურში დაუშვათ და გაურბიხართ მაგას. ან თვითონ. ნუ ახლა ეს აჯაროშა ეს ან ყოველთვის იქნება რა. მოდით ვნახოთ აბა მაშინ ჩვენ არის თუ არა ეს მამაკაცი თქვენი. ანუ უშუალოდ მაღალი ძალიან რას გვეტყვიან. ნუ აქ როგორი მომენტი არის? კი, შემიძლია თქვა, რომ ეს ადამიანი თქვენია, იმიტომ რომ ნუ თქვენი როგორ იცით, აქ დაჟე როგორ არის? მაღალი ძალები რას გვეუბნებიან? შენ თუ კარგად გრძნობ თავს მასთან, მაშინ იყავე. თუ გინდა მისგან განთავისუფლება, ესეც არ არის. აქ ყველაფერი დამოკიდებული, ანუ ჩვენ გაძლევთ შენ არჩევანს, შენ თვითონ როგორც გინდა. მიხვდით? რომ ეს რა ქვია, აქ მე ვერ ვხედავ რას, აი იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეს ადამიანი იყოს ეჭვიანი, ხო? მაგრამ აქ არ არის ადამიანი, რომელიც აი გზღუდავს, არა.
მაგრამ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ რას ეზავთ და რატომ არის ეს ადამიანი ეხლა თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ასე არის საჭირო და თქვენ ხართ მისთვისაც მნიშვნელოვანი ძალიან და ეხლა ამ წუთში даже ასე ვეტყოდი, რომ თქვენ ხარ ის ფიგურა, რომელიც სჭირდება მას. თქვენს გარდა ეხლა ჯერჯერობით არც არავინ ჩანს, არც არავინ, ანუ როგორ გითხრათ, უმნიშვნელოვანესი პიროვნება ხართ ეხლა თქვენ მაგის ცხოვრებაში. აი ასე ვეტყოდი მე აქ. აქ გეუბნებით თუ შეიძლება ინტერნეტში გაცნობილი, გზაზე სადმე გაცნობილი, მაგრამ ამან რო დაგინახათ თქვენ ხართ, აი რატომღაც ასე მგონია, და ილუზია არა, აი ამ შემთხვევაში მე ვეტყოდი даже გზამკვლევი ხართ რა. ნუ ძალიან სჭირდებით ამას უეჭველი, ახლა ეს ამას ორი აზრი არაა. და ვნახოთ ეხლა რამეს თუ იმოქმედებს ეს ადამიანი. იცით რა არის, მაგი რაღაცას აი სწავლობს სიყვარულს. აკვირდება, დამოკიდებული კი არის თქვენზე. რო გითხრათ ძალიან პასუხისმგებლობის აღება შეუძლია? არა. მაგრამ უბრალოდ რა არის, იცით, ამას არ უნდა რომ იყოს რაღაცა, აი შეიძლება განიცდის თუნდაც იმას, რომ არ შეუძლია რომ აიღოს პასუხისმგებლობა და უწევს ამისი გაქცევა რა, ანუ აქ რაღაც მიზეზები შეიძლება იყოს რა. მაგრამ ამავე დროს რო გითხრათ ძალიან დიდ ქმედებას მე აქ ვერ ვხედავ. თუ მანძილზე არის, კი არის განცდები და რაღაცები, რომ არ შემიძლია რამე გავაკეთო, იმიტომ რომ მე ვარ მანძილზე და იქიდან რა ვქნა. თქვენ თუ რამე თუ არ არის გავუშვოთ მანძილზე, ნუ აქ ახლა რა არის? აქ გითხარით მე თქვენ რომ ამას აქ თავისი შეიძლება ფინანსური პრობლემები. მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, თქვენი დაკარგვა მაგას არ უნდა, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ მის გარეშეც მშვენივრად კარგად იქნებით, მაგრამ აქ ამ ორთერთობაში ეხლა თქვენ უფრო ჭირდებით, გოგო უფრო ჭირდება აქ ბიჭს, ვიდრე ბიჭი გოგოს. თქვენ რო იცოდეთ. აი ეგეთი არის აქ სიტუაცია შემოლამაზებოდა. აბა გელოდებით კომენტარებში რას მომწერთ, რამდენად რეზონირდა, რამდენად იყო თქვენი ისტორია. მე ძალიან მიყვარხარ და გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ